უმეტესობა ინდური ტრადიციები განიხილავდნენ დროს ციკლურად, რომ სამყარო ვლინდება, ანუ თითქოს არაფრისგან გამოვლინდება, შეიქმნება გალაქტიკები, კოსმიური სისტემები და ასე შემდეგ და მერე რაღაცა პერიოდის შემდეგ ისევ ქრება. ისევ დაუბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას რა. ამას ქვია სამყაროს ციკლურობა, ანუ ინდუსებს აქვთ ეგეთი დრო რეალურად არ უყვარდათ როგორც დროის აღრიცხვა. მაგითო ვერ გაიგებ ეს წიგნები როდის არის დაწერილი, ანუ ძალიან დაუდევრად აქეთ იქცეოდნენ მაგაში რა, როგორც ჩანს ჩინელებისგან განსხვავებით და სხვა ამბავში, ანუ დრო ეს დროის წარმოდგენა რო არის მილიონობით დრო და ასევე კიდეს დროის გარეთ ყოფნა, საერთოდ დრო არ გეხება, როგორც ღმერთის მდგომარეობა. ეგეთი წარმოდგენებიც ჰქონდათ. ყველას არა, მაგრამ ანუ საინტერესო არის, ანუ რა იცი, რომ სხვადასხვა ახლა ერთი სტატია გავაკეთე, სადაც სანამ იოგაზე გადავდივართ, ანუ რო ვთქვათ, რომ იოგას რა აქვს საერთო სხვა ინდურ ფილოსოფიებთან, იმიტომ რომ ინდოეთში ძალიან ბევრი ფილოსოფია იყო, მათ შორის იყო მატერიალიზმიც. აი საერთოდ რომლებიც ყველაფერს უარყოფდნენ. რეინკარნაციას, კარმას, გათავისუფლებას, ნირვანას, ანუ საერთოდ არაფერი არ არსებობს. და ეგ ტრადიციაც, ანუ ჩარვაკა ტრადიცია, ლოკაიატა ტრადიცია, მატერიალისტების ტრადიციაც, ეგეც არის ინდურ ფილოსოფიაში შეყვანილი. მე-14 საუკუნეში არის ეგეთი ტექსტი არის რა სარვა დარშანას ამბრახა და ანუ მან 16 ფილოსოფიური ტრადიცია არის შეყვანილი რა. და მე იკვლევდნენ, აი რა ლოგიკით არის შეყვანილი ესენი, იმიტომ რომ მაგ დროს უკვე ისლამი იყო ინდოეთში, ანუ ცნობილი იყო და თვითონ უკვე დიდ მხარდაჭერაც ჰქონდა ისლამის და მაშინ რატო არ შეიტანესო მუსლიმური ფილოსოფია, თუ ასე ყველას და მატერიალისტები თუ შეგყავს და იოგები შეგყავს, ისინი შეგყავს, შაივა ფილოსოფია, შივას ფილოსოფია და ასე შემდეგ და სხვადასხვა ვერსიები იყო, რომ მაგალითად ზოგი ფიქრობდა, რომ ეს არის სანსკრიტი, რომ მაგალითად სანსკრიტულ ენაზე უნდა ყოფილიყო დაწერილი ის ძირითადი ლიტერატურა, ან მაგალითად მაგრამ აღმოჩნდა, რომ მე იქ 16-დან არის ისეთები, რომელსაც ორიგინალი არ აქვს ამ სანსკრიტულ ენაში. მე ზოგი ფიქრობდა, რომ ეს რაღაც მაინც ინდურ რელიგიასთან აფილაცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს მატერიალისტები, ანუ რა რელიგია, ხო, ანუ არაფერი რელიგია და ის არ ქონდათ, ყველაფერს უარყოფდნენ. ან მოსაზრება იყო, რომ რაღაც პოლიტიკური ვითარების გამო, რაც ასევე არ იყო სწორი და ასე შემდეგ და ერთადერთი რაც რჩება, რაც აერთიანებდა ყველას, ეს იყო იდეა მოქშეს, ან ნირვანას, გათავისუფლების, სულიერი გათავისუფლების იდეა. და ეგ მიუხედავად იმისა, რომ მატერიალისტებს, ანუ არ ჯეროდათ, ხო, ანუ მატერიალისტები ამ იდეას უარყოფდნენ, გათავისუფლების შესაძლებლობა, ანუ ხსნა არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც მსჯელობდნენ ამაზე. და ამიტომ იყო ფილოსოფია, რომელიც მსჯელობს გათავისუფლებაზე. და ეს არის ანუ უფრო ესეთი კრიტერიუმი, რაც ანუ მეც ვფიქრობ, რომ ეგ აერთიანებს ალბათ მაგ ფილოსოფიებს, ანუ ინდურ ფილოსოფიებს, რომ აი ნირვანას ცნება, როგორც ასეთი. არა მაინც ბუდისტური გაგებით კი არ ვამბობ, უბრალოდ აი ეგეთი მდგომარეობის ცნება. არის სპეციფიკურად მათთვის დამახასიათებელი, ან ყოველ შემთხვევაში მე-14 საუკუნეში იმ ტიპმა რაც იცოდა, ანუ ისლამიც იცოდა ალბათ და აი თავისი ინფორმაციიდან ქრისტიანობას ალბათ არ იცნობდა, ხო? ინფორმაციიდან აი ის ფილოსოფიები შეიტანა, რომელიც ერთ-ერთ ცენტრალურ თემას წარმოადგენს სიცოცხლეში გათავისუფლების იდეა, როგორც მაგალითად ალქიმიკოსებს ჰქონდათ. აი ეს ალქიმიკოსების ფილოსოფია ცალკე ტრადიცია არის რა. ამ 16-ში ერთ-ერთი ეს არის რა. და თან როგორ არის იცი, რომ ეს ფილოსოფიები არის დალაგებული 16 თავი არის ანუ ამ წიგნში და თითო თავი არის თითო ფილოსოფია. და იწყება მატერიალისტებით. სრულდება ადვაიტა ვედანტათი, ანუ რისი მიმდევარის თვითონ არის. ანუ დომინანტი ვინც იყო. ბოლოდან მეორე არის, ანუ იერარქიულად ყველაზე მაღლის მეორე არის იოგა, პატანჯალის იოგა.
ყველაზე ახლოს ხო, ანუ დალაგების პრინციპი ეგრევე არაუდობდნენ, რომ რაც მათი თვალთახედვით, ანუ ყველაზე მიუღებელი იყო ბედანტებისთვის მატერიალიზმი, იმიტომ რომ ესენი პირიქით იდეალისტები იყვნენ, რომ ანუ ერთი სული არსებობს და ანუ მატერია საერთოდ ილუზია არის. ისე რომ მატერია არსებობს რეალურად და სული დანარჩენი ყველაფერი ილუზია არის. პირიქით. ანუ ეს არის ადვაიტა ვედანტა ალბათ ყველაზე უფრო იდეალისტური რაღაც ერთ სულზე ორიენტირებული სისტემა არის რა და მაგასთან ყველაზე ახლოს იდგა პატანჯალის იოგა, რომელიც ბოლომდე ინტეგრირებული არ არის ვედანტასთან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის აღიარებს ორ საწყისს, ანუ მატერიალურ საწყისსაც აღიარებს როგორც ცალკე მდგომ საწყისს რა და ეგ მნიშვნელოვანი იყო და ესეთი აზრი არის, რომ ეგ ზუსტად ამ იერარქიით არის, ვინც მიუღებლები იყვნენ, ეგენი ბოლოში არიან მატერიალისტები, ბუდისტები მოდიან ბოლოდან მეორე ადგილზე. ხო, ყველაზე მეტად ანუ ამ ვედანტას ფილოსოფიას არ უყვარდათ ბუდისტები. იმიტომ რომ ბუდისტები იყვნენ სულის კონცეფციის წინააღმდეგები, ანუ ეს კონცეფციის წინააღმდეგი. იოგებისგან განსხვავებით და მერე მესამე ადგილი, ბოლოდან მესამე საფრთხის ადგილი, ან ჯაინები, ჯაინები რა. და მერე უკვე შუაში ასე ინაწილებდნენ. ეგ იერარქია არის და შესაბამისად რადგან არსებობს გათავისუფლების ცნება, ესე იგი არსებობს რაღაცა რაც მოიაზრებს სულიერ ტყვეობას. ან ზოგადად ტყვეობას რა, რაღაცა თანჯვის ფაქტორს, რისგანაც ადამიანი უნდა გათავისუფლდეს. და თუ არსებობს ეგ გათავისუფლება და ტყვეობა, ესე იგი არსებობს კიდე არსებობს გზაც და არსებობს ტყვეობის მიზეზიც. და ამით ვიღებთ 4 პრინციპს, რასაც ამ სტატიაში ბოლოში, ან მეორე ნაწილს ამაზე ვმუშაობ, რომ ეს 4 არის ასევე რაც აერთიანებს. ანუ გათავისუფლება თავის თავში მოიაზრებს ტყვეობას და მოიაზრებს მეთოდსაც და მოიაზრებს თვითონ ტყვეობის მიზეზიც ხომ უნდა გაიგო, რომ გათავისუფლებას მიაღწია და ეგ არის ანუ მაგის ასე ვთქვათ მთავარი პრინციპი.